7.5 მილიონი ევრო დავკარგე ძალიან მოკლე მონაკვეთში. და რა ისწავლე ამ ფასში, შეხო გადაიხადე ფასი ამ გაკვეთილში და რა ისწავლე? ყველაფერი დავკარგე საშა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც აღარასდროს აღარ მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ მაქვს ეხლა ბიზნესი დივერსიფიცირებული. ვისწავლე, რომ არ უნდა იყო ღორი. ამაზე ჩავწერე კიდევაც ვიდეო. არ შეიძლება იყო ღორი. უნდა იფიქრო იმაზე, რომ ყველაფერს ერთად ვერ აიღებ, ყველა ფულს ვერ იშოვი და ამისკენ არ უნდა ისწრაფოდე. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვო ადამიანმა. ნაბიჯ წარმატებისკენ ეს არის ფორმულა და არა ესე დახამებულად რომ ჩახტები და ესე ორივე ხელით რომ გინდა რომ ამოიღო ეს ფული და არის ხოლმე ესეთი მომენტები და სხვათა შორის ძალიან ძნელია თქვა ასეთ მომენტებზე უარი. ასეთი მომენტი იყო, ჩავხტი და მოვიტეხე კიდევაც ცხვირი. და მერე რამდენიმე წელიწად დამჭირდა რომ ფეხზე დამდგარიყავი თავიდან და ამ შეცდომას აღარ დაუშვებ. მაგრამ ეს არ იყო ცუდი გამოცდილება. ეს იყო ცოტა ზვირიანი. ეს იყო ძალიან ზვირიანი. გულსოლა თქვა რომ საკმაოდ ზვირიანი გამოცდილება იყო. საკმაოდ ზვირი გადაიხადე ამ გაკვეთილში. ასე მოვისმინე მე. კი, მაგრამ მაგრად გამაძლიერა მან და მასწავლა როგორ არ ვიყო ღორი.